საღამო მშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურვა და დღეს წარმოგიდგენთ. ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებათ კონსტიტუციის დამრღვევ პარტიებთან დაკავშირებულ პირებსაც. ვინ მოხვდება შავ სიაში? მოდის თუ არა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვა. როგორია ექსპერტთა შეფასებები? ვენეციის კომისია ქართული ოცნების მიერ მიღებულ რამდენიმე კანონს მკაცრად აკრიტიკებს და ხელისუფლებას მათი გადახედვის რეკომენდაციას აძლევს. კომისია მზადაა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მოდელის შექმნაში დაეხმაროს. ითანამშრომლებს თუ არა მასთან ქართული მხარე. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურვასთან ერთად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნოტაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა მინისტრი ვალტონენი ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას შეუერთდა და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობას და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს. წერს ქართული მხარე და ნოტაში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისთვის 5,000 ლარი დააჯარიმა. თავად ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდა ეწვიოს ფინეთს, შეხვდეს თავისუფალ მედიას და დაესწროს მისთვის სასურველ დემონსტრაციას. ესტონეთმა 9 სახელმწიფოსთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაკნა სოციალურ ქსელში წერს. ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 14 ოქტომბერს იმყოფებოდა, ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზეც მივიდა და პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. ჩაერია თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და რაში გამოიხატა ეს. ამაზე სტუმრებთან ერთად ვიმსჯერებთ. მთავარი პოლიტიკური პროცესი დღეს საქართველოში არის ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და კონსტიტუციის დამრღვევ პარტიებთან კავშირში მყოფი პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. პარლამენტმა 91 ხმით ერთხმად მესამე მოსმენით ჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც აკრძალული პარტიის წევრებსა და ამ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები პოლიტიკურ ველს რადიკალი ექსტრემისტებისგან და ამგვარი ქმედებებისგან გააჯანსაღებს. ქართული ოცნების ინიციატივა ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ეს არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება. რა შეუსაბამობაში მოდის საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის მთავარ კანონთან, ამაზე უფრო მეც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლისგან შევიტყობთ. დღესვე პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მოქმედების შედეგად შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მკაცრდება. კიდევ ერთი ამბავი. ვენეციის კომისიამ საქართველოში მიღებული უცხოური გავლენის კანონ პროექტი, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, ჯეოფარა, გრანტების შესახებ ცვლილებები და მაუწყებლობის რეგულაციები მკაცრად გააკრიტიკა და ხელისუფლებას მათი გაუქმების ან ძირეული გადახედვის რეკომენდაცია მისცა. კომისიის შეფასებით უცხოელი აგენტების შესახებ კანონი შეიცავს გაფართოებულ და გაურკვეველ განმარტებებს, რაც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას შერჩევითად და პოლიტიკურად გამოიყენოს ის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უცხოელი პრინციპალის აგენტის სტატუსი სტიგმატიზებულია, არღვევს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ქმნის შიშის ატმოსფეროს. საქართველოს ხელისუფლებიდან მალევე გაისმა გამოხმაურება, რომ ვენეციის კომისიისთვის მათ აზრი არ უკითხავთ. დღეს კი ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ეს დასკვნა საქართველოს სუვერენიტეტში საკმაოდ უხეში ჩარევა.
აქვე გეტყვით, რომ ვენეციის კომისია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეგრეთ წოდებული რუსული კანონის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. ვენეციის კომისია უთითებს, რომ რუსული კანონითა და ფარათი შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი განსაზღვრულობისა და აუცილებლობის პრინციპებთან. ამ და სხვა საკითხებზე ვიმსჯელებთ ჩვენ 1 საათის განმავლობაში. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ნიკოლოზ ოდიკაძე, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი, ადვოკატი, რომელიც სტრასბურგის სასამართლო საქმეებზე მუშაობს და რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი. და ჩვენ შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ ბატონ ნიკოლოზთან, საიას წარმომადგენელი. ბატონ ნიკოლოზ, საღამომშვიდობისა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს გადაცემაშიც გააკეთებთ განმარტებებს. მოდი დავიწყოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული მთავარი შეფასებით. ქართული ოცნების ინიციატივა ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ეს იყო თქვენი მთავარი სათქმელი. გვითხარით უფრო მეტი თუ შეიძლება, აი რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოპოზიციაში მყოფი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და აი მათთან კავშირში მყოფი პოლიტიკური ინდივიდების პერსონებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. მოგესალმებით. დიახ, როგორც თქვენ თავად აღნიშნეთ, ქართულმა ოცნებამ უკვე მორიგჯერზე დაჩქარებული წესით განიხილა და პრინციპში უკვე მესამე მოსმენად მიიღო კიდევაც კანონპროექტი. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში მყოფი პირებისთვის პრაქტიკულად ინსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, თანაც ეს აკრძალვა არის განუსაზღვრელი ვადით, ხო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად სიცოცხლის ბოლომდე არის აკრძალვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები არის მიმდინარე წლის მაისში დაწყებული საკანონმდებლო პროცესის ერთგვარი დაგვირგვინება, როგორც გახსოვთ, მაისში ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიების გამარტივებული პროცედურით აკრძალვა გახდა შესაძლებელი. ეხლა კი უკვე საუბარია ინდივიდების საქმიანობის აკრძალვაზე. ჩვენ ნამდვილად შევაფასეთ ეს ცვლილებები როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ყოფი, იქიდან გამომდინარე, რომ ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს აფართოებს, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებს და ფაქტიურად გამორიცხავს თუ შეიძლება ესე უწოდოთ რუტინული კანონშემოქმედების შედეგად მის გაფართოებას, ხოლო კონსტიტუციაში კი ბატონო, უფრო მეტად გასაგები რომ გახდეს ჩვენი მაყურებლისთვის, მინდა გავყვეთ საკითხებს ცალკეული თანმიმდევრობით. აქ ჩვენ განმარტებითი ბარათის თანახმად, რაც დავინახეთ, არის ჩანაწერი, რომ თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფცია წამყვანი და მნიშვნელოვანი და კანონპროექტების ავტორები აღნიშნავენ, რომ აი კანონპროექტის მიზანი არის დემოკრატიული პროცესების დაცვა, მისი ბოროტად გამოყენებისგანო. ერთი შეხედვით ძალიან ლოგიკური ჩანაწერია, აქ გვჭირდება თქვენი მეტი განმარტება, თუ შეიძლება, აი რა შეიძლება იყოს სადავო და რა რისკის შემცველია ეს? კი ბატონო, ნამდვილად კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში ახსენებენ თავდაცვიანი დემოკრატიის კონცეფციას. ზოგადად, ესე იგი, თუ საინტერესო იქნება განმარტავ ეს კონცეფცია რას გულისხმობს საბერძნეთო ლიტერატურაში. აქ არის საუბარი დემოკრატიულ რეჟიმზე თავისთავად, რომელიც ad არის გამოიყენოს წინსწრები, თუნდაც არადემოკრატიული ზომები იმისთვის, რათა დაიცვას დემოკრატიული რეჟიმი დემოკრატიის წრებისგან, რომელსაც შეიძლება სურდეთ სიტყვაზე არჩევნების გზით მოიპოვონ ძალაუფლება და შემდგომ გააუქმონ დემოკრატია, როგორც ასეთი. ეს არის კონცეფციის არსი, ხო? და ეს კონცეფცია თავისთავად უკავშირდება გერმანიაში ნაცისტური პარტიის მოსვლას, შეიძლება ვახსენოთ კალვენშტაინი, ადამიანი, რომელმაც შემოიღო ეს კონცეფცია და შემდგომ უკვე ამ კონცეფციის დანერგვა მოხდა რიგ ევროპულ სახელმწიფოებში. თუმცა საკითხი საკმაოდ სენსიტიური არის და ორაზროვანი, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ვიცით, ამ ტიპის კონცეფცია არ არის საერთოდ გაზიარებული, თუმცა თუ მაინდა-მაინც გვინდა ვიმსჯელოთ ამ კონცეფციაზე და მის პრაქტიკულ რეალიზებაზე, შეგვიძლია მოვიხმოთ მაგალითები თუნდაც გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ აკრძალვა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ როგორც ულტიმა რაციო, ესე იგი როგორც უკიდურესი ზომა.
და ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად პოლიტიკური ველის გაჯანსაღების არგუმენტი სრულიად აცდენილი არის ამ თეორიული ჩარჩოსგან, ასევე რა თქმა უნდა, კონკრეტული პარტიის დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქცევა უნდა იყოს ორგანიზებული, მიზანმიმართული და არა ვთქვათ რაღაცნაირად ინდივიდუალურ განცხადებებზე. აქ არ შეიძლება იყოს საუბარი და რაც მთავარია, პარტიას უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რეალური პოტენციალი იმისა, რომ განახორციელოს ეს ანტიდემოკრატიული მიზნები. კი ბატონო, აი საუბარი იყო იმაზე, მე მგონი ამას უნდა დავუთმოთ მეტი ყურადღება, რომ შესაძლებელია ინდივიდი, პერსონა, პირი, სულაც არ იყოს მაგალითად პარტიის წევრი, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წევრი. ვიცით, რომ საწყისი მაინც ნაციონალური მოძრაობაა და აი ეს ადამიანი არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, არც ყოფილა არასოდეს, მაგრამ პოლიტიკური განმარტებები იყო ასეთი, რომ თავისი ქმედებებით შეიძლება არსით წარმოადგენდეს ამ პარტიას, ამ პარტიის სულისკვეთებას და პოლიტიკურ საქმიანობას ერთგვარად აძლიერებდეს. აი ეს რა ტიპის პრობლემაა საზოგადოებისთვის, ესეც რომ ავხსნათ. ხო, ну რა თქმა უნდა ეს ცნება თუ სიტუაცია შეთანხმება, რასაც ქვია პარტიასთან კავშირში მყოფი პირის საკითხი, რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად ბუნდოვანი და ჩვენ როგორც შევაფასეთ, ამას უწოდეთ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაცია, ხო? რომ გავმარტო ეს რას ნიშნავს. ესე იგი, საუბარია იმაზე, რომ ადამიანს პიროვნულად შესაძლებელია არც კონდეს ჩადენილი არავითარი არც კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არც პირობითად რაიმე ანტიკონსტიტუციური ქმედება, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, თუ შეიძლება ესე უწოდოთ, მიუხედავად ამისა, ის შეიძლება მოხდეს ესეთი ტიპის აკრძალვების გახდეს აკრძალვების ობიექტი, ხო? და ჩვენი შეფასებით ეს წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხთან, რაც კი ბატონო, აი აქ ბატონ ნიკოლოზ, საინტერესოა ასეთი რამ, აი პარტიასთან კავშირი, არა პარტიის წევრობა, აი კავშირი თავისთავად აკისრებს ინდივიდებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ პარტია კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა. დიახ, ასეა და ძალიან რთულია ახლა იმის განსაზღვრა, რა შეიძლება იგულისხმებოდეს და ისიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ ჩვენ არ ვიცით, აქ ვის შეეხება, ისიც კი არ ვიცით თავისთავად პარტიის წევრებითაც რომ შემოიფარგლებოდეს საკანონმდებლო ჩანაწერი, ესეც რა თქმა უნდა სრულიად ესე ვთქვათ არასაკმარისი იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის წევრობა თავისთავად არ შეიძლება გახდეს ამ ტიპის ესე ვთქვათ კაცრი ზომების გატარების საფუძველი არც ერთ მოქალაქეზე. კი ბატონო, აი ახლა მინდა გკითხოთ იმაზე, რაზეც თქვენ ნაწილობრივ თავში საუბრეთ, აი თქვენი ორგანიზაციის განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგო დაფართოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატსო. თუ შეიძლება აი მეტად რომ ავუხსნათ მაყურებელს ამ მიმართულებით, აი რაში გამოიხატება საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლა, რა მიმართულებით, აი რა ფართოვდება, მოკლედ პოპულარულ ენაზე რომ ავუხსნათ აუდიტორიას, აი რა რისკებს შეიცავს ეს? დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ამ ტიპის ცვლილებები, ზოგადად ამ ტიპის რეგულაციები კონსტიტუციურ სამართლებრივად მათ შორის არამხოლოდ პოლიტიკურად ძალიან სენსიტიური საკითხია, სწორედ ამიტომ ამ ტიპის კომპეტენციის დამატებას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რაც მას არ გააჩნია, სჭირდება ცვლილებები კონსტიტუციაში. თუმცა ჩვენ როგორც ვიცით, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და როგორც აღნიშნე, ისინი ცდილობენ რუტინული კანონშემოქმედებით საკონსტიტუციო სასამართლოს გაუფართოვონ, ესე ვთქვათ, გაუფართოვონ არეალი და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას კიდევ ერთხელ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად ჩამოთვლის იმ უფლებამოსილებებს, რა უფლებამოსილებებიც გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს, რა კომპეტენციებიც გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, კანონით ამ უფლებამოსილების გაფართოება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის ლოგიკასთან. კი ბატონო, ასეთი რამ მინდა გკითხოთ, პარტიების აკრძალვა ერთი მიმართულებით გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ასევე ჩვენ ქართულ რეალობაში დავინახეთ, რომ პარტიებად რეგისტრაციასაც შეექმნა პრობლემები, აი როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი სისტემამ ახალი ძალების გაჩენას პოლიტიკურ ველზე, მაგალითად თავისუფლების მოედანია, ამის კარგი ნათელი მაგალითი, მას ორჯერ უთხრეს უარი პარტიად რეგისტრაციაზე. თუ კი
პარტიები ერთის მხრივ აიკრძალება და არ ვიცი, ალბათ ძალიან ახლოს არის ეს რეალობაც, მაგრამ არიან მსურველები და პოლიტიკურ ველზე შემოსვლის ამბიცია გააჩნია საზოგადოებრივ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების ამბიციები. ამ შემთხვევაში რა წინააღმდეგობები შეიძლება მათ შეხვდეთ? ხო, პრინციპში ამ ტიპის წინაღობებიც არ არის ახალი, წინაარჩევნებზეც იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ორგანოები გარკვეულ, ასე ვთქვათ, ტექნიკური საფუძვლებით აფერხებენ პარტიის რეგისტრაციას. ხო, ამაზე არ ვიცი რა შეიძლება ითქვას. ნუ ზოგიერთმა პარტიამ შემდგომ არაერთ გზის ცდელობის შედეგად მოახერხა პარტიის რეგისტრაცია და ხო, ალბათ არ უნდა დააკლონ ცდელობა სხვა არ ვიცი ამაზე ნამდვილად რა შეიძლება ითქვას. კი ბატონო, რომ შევაჯამოთ ბატონ ნიკოლოზ, ყველაფერა ამაში საკანონმდებლო ცვლილებებში ჩვენ ვნახეთ ხომ სამი მოსმენით მიღებულია ეს ინდივიდებთან დაკავშირებული ცვლილებაც. მთავარი გამოწვევა თქვენი შეფასებით მაინც რა არის? როგორ შეცვლის ეს პოლიტიკურ რეალობას ქვეყანაში? თავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით ის არის, რომ, ასე ვთქვათ, ამ ტიპის რეგულაციები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების და განადგურების იარაღად და ხო, ეს იქნება ინდივიდების შემთხვევაში თუ პარტიების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ტიპის რეგულაციებს ჭირდება ძალიან მოფრთხილებით გამოყენება, კანონ შესაბამისობით გამოყენება და არა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც არაერთხელ გავიგონე ზოგიერთ ეთერში, რომ თითქოს ეს პროცესი მიმართულია პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისკენ, რაც აბსოლუტურად აცდენილია საღმრმსჯელობას. კი ბატონო, რადიკალური და ექსტრემისტული საქმიანობის და ასეთი ადამიანებისგან გაჯანსაღდება ველი ეს იყო მთავარი არგუმენტი, რაც ჩვენ მოვისმინეთ. და ბოლოს ასეთი რამ მინდა კითხოთ, ბრძოლის რა ბერკეტი დარჩა, რა მექანიზმი დარჩა? ჩვენ ვიცით ახლა ბოლოს სიტყვა პარტიებთან დაკავშირებით მაინც საკონსტიტუციო სასამართლოზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ სამართლებრივად რისი გაკეთება შეიძლება? ისევ და ისევ შიდა ქართულ რეალობაში, რა თქმა უნდა, წინ არის საკონსტიტუციო განხილვები, როგორც დაანონსდა უკვე მალევე იგეგმება პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, რაც შეგვეძლება არგუმენტებით თუ სხვა ფორმით შევისწავლით საკითხს და შესაძლებელია მათ შორის სასამართლო მეგობრის ფორმითაც მივმართოთ, ხო, ჩავერთოთ საქმეში, წინასწარ გამჭირდება თქმა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს. ასევე ცხადია, გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს ევროპული სასამართლო და იქ დავის პერსპექტივაც. კი ბატონო, ამ რეალობის, როდის უნდა ველოდოთ, დროსთან დაკავშირებით რა პროცედურებია, ვიცით უკვე ხო, კანონპროექტები იქცა კანონებად, რადიკალური არ მინდა გამოვიყენო ქმედითი ნაბიჯები, როდისთვის არის უკვე მოსალოდნელი ნაციონალური მოძრაობის, მასთან კავშირში მყოფი პარტიების წინააღმდეგ უკვე ამ ჩანაწერის ამოქმედებასთან დაკავშირებით. რა დარჩა და რა დრო დასჭირდება ამის ამოქმედებას? კონკრეტული დრო ნამდვილად თული სათქმელია, ეს მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოზეც იქნება დამოკიდებული, კი ბატონო, დაახლოებით რომ გავთვალოთ შესაძლებელი, კი ბატონო, მესმის რომ კონკრეტულად თვეები, კვირა, დღეები, დაახლოებით თქვენი პრაქტიკა რას კარნახობთ? იცით რა არის საკონსტიტუციო სასამართლოში თავისთავად ზოგიერთი საქმე თვეების განმავლობაშიც არის, ასე ვთქვათ, განხილვის მოლოდინის რეჟიმში და ამ შემთხვევაში როგორი იქნება, ასე ვთქვათ, მოსამართლეების გადაწყვეტილება, ეს სწორედ ამაზე არის დამოკიდებული. კი ბატონო, ბოლო ორგანიზაციის სახელით რას ეტყვით, როგორც ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც ახლა დიდი რისკის წინაშე დგანან, ასევე მათ, ვისაც უნდა ველზე შემოსვლა თქვენი ორგანიზაციული საერთო გარკვეულწილად რეკომენდაცია ან გაფრთხილება ან როგორც გნებავთ დავარქვათ, როგორი არის, რა იქნება? ხო, რთული იქნება. ეფექტი აქ გულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური ველი, პოლიტიკური პარტიების გარეშე ჩვენ გვესმის, რა თქმა უნდა, არგუმენტები, რომ ეს არის ექსტრემისტული ქმედებებისგან გაჯანსაღება, მუდმივად გვესმის ეს ახსნა, მაგრამ მაშინ, როდესაც ხდება აკრძალვა
არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ როგორც ამას საზოგადოებას აწვდიან, მასთან კავშირში მყოფი რამდენიმე პარტიის და აი ეს ინდივიდები ალბათ მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით ის ნაწილი ჩანაწერი, სადაც წერია, რომ შეიძლება ადამიანი არასოდეს ყოფილა წევრი პარტიის, მაგრამ მასზეც გავრცელდეს ამ კანონის უკვე მოქმედება. ამიტომ არის ახლა მნიშვნელოვანი ქვეყანაში, სადაც გვაქვს პრეტენზია და გვაქვს სურვილი, რომ დემოკრატია გაძლიერდეს და შემოდის ასეთი აკრძალვები პარტიების, ინდივიდებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის რეალობის წინაშე ვდგებით. აი ეს რეალობა რამდენად თავსებადია განაცხადთან დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით და ხვალინდელი რეალობა როგორი იქნება? აქ ხომ ერთ კონკრეტულ პარტიაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე არ არის საუბარი. ხო, ნამდვილად რეალობა არის სევდიანი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჯერ კიდევ წინა ზაფხულში მართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაანონსეს, მათ განსრახული აქვს ფაქტიურად პოლიტიკური სპექტრის, არ ვიცი პროცენტებში, მაგრამ დაახლოებით 80%-ის აკრძალვა და ეს ახლა ცხადია, რომ არანაირ დემოკრატიულ წინსვლაზე კი არა, დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტზეც ჩვენ ვერ გვექნება ასეთ ვითარებაში პრეტენზია, იქიდან გამომდინარე, რომ პარტიები ეს არის ნამდვილად დემოკრატიის, ესე ვთქვათ, არსებითი ელემენტი და ხო პარტიები აიგზალა შემდგომ უკვე პერსპექტივაზე მსჯელობაც კი ძალიან ძნელია. კი ბატონო, თუმცა გვეუბნებიან, რომ კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები შეიქმნება, ესეც ჩვენი ალბათ ხვალინდელი დღის წესრიგი იქნება. მადლობა თქვენ, ბატონ ნიკოლოზ, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო, დაგემშვიდობებით. ჩვენ ვუსმენდით ნიკოლოზ ოდიკაძეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი საუბრობდა ჩვენთან ეთერში. ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ კითხვით ჩვენს შემდგომ სტუმართან, ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში, თუ ესმის ჩვენს სტუმარს. ბატონ ნიკასთან ჩვენ რა თქმა უნდა აქცენტებს გავაკეთებთ დღეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების საგარეო ასპექტებზე, როგორი იქნება პერსპექტივაში ურთიერთობა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ არის შესაძლებელი ბატონ ნიკას შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. ბატონ ნიკა, საღამოს მშვიდობისა. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. გამარჯობათ. ბატონ ნიკა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საპროტესტო ნოტასთან დაკავშირებით მინდა კითხვა დაგისვა და ამით დავიწყოთ პრინციპში თქვენთან ინტერვიუ. ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. გითხარით მეტი თუ შეიძლება, როგორ ჩაერია ელინა ვალტონენი საქართველოში და საქმეებში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მისვლით. ქონდა თუ არა მას ამის უფლება და რეალურად დაარღვია თუ არა ვენის კონვენცია? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგახსენებთ თქვენს დებართვით, რომ ქალბატონ ვალტონენს ამ შემთხვევაში ვენის კონვენცია არ დაურღვევია და პირიქით ამ შემთხვევაში სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ვენის კონვენცია. რატომ? იმიტომ რომ 1961 წელს მიიღებულ იქნა აღნიშნული დოკუმენტი, ანუ თქვათ ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ, სხვადასხვა 1963 წელს შემდგომში მიიღებულ იქნა უკვე ვენის კონვენცია საკონსულურ ურთიერთობათა შესახებ და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი თუნდაც ეს ვენის ორივე კონვენციის, კი ბატონო, თუნდაც 61 წელს მიიღებული ვენის კონვენციის გახლავთ ის, რომ უცხო ქვეყნის დიპლომატი ამ შემთხვევაში შესაბამისად სარგებლობს დიპლომატიური იმუნიტეტით. დიპლომატიური იმუნიტეტი თავის მხრივ გულისხმობს იმ ფაქტს, რომ აკრძალული არის უცხო ქვეყნის დიპლომატის ან დაპატიმრება, ან თქვათ მისი დაჯარიმება, როგორც ასეთი და ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ თქვათ მოხდა ესე იგი უცხო ქვეყნის დიპლომატის და მათ შორის თქვათ ფინეთის და ფინეთის მოგესალმებათ სოფლიოში გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, სხვადასხვა ბედნიერების ინდექსის მიხედვით ფინეთი გახლავთ პირველ ადგილზე. ფინეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც 1940 წელს წინააღმდა ესე იგი საბჭოთა აგრესიას, მოგესალმებათ ფინელმა ხალხმა მირულად იბრძოლა და გარდა ამისა ფინეთმა ევროკავშირის
სხვა ქვეყნებთან ერთად არაერთხელ აღმოუჩინდა თქვა საქართველოს დახმარება, ფინანსური ხასიათის დახმარება და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ მხრიდან გადავინაცვლოთ მორალურ ზნეობრივ მხარეზე. ამ შემთხვევაში და ნაწილობრივ თქვა ისევ და ისევ სამართლებრივ საკითხის განვიხილოთ. კაბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა ზნეობრივი უფლება ასევე შეხვედროდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ხო? იმიტომ რომ ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ხო? მაგრამ ამავე დროს თქვა შემდგომში ის შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და თქვა მას გააჩნია ეს თავისუფალი გადაადგილების უფლება, იმიტომ რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ხო, რომელიც ჯერ კიდევ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიღო 1948 წლის 10 დეკემბერს, ასევე გულისხმობს გადაადგილების თავისუფლებას. ამიტომაც ქალბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემთხვევაში გააჩნდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს და გადაადგილების უფლება, ხო? თქვათ ის მივიდა, თქვათ თბილისის ერთი დასახლებული პუნქტიდან, თქვათ მეორეში, კერძოდ შეხვდა მომიტინგეებს და გაესაუბრა მათ და აინტერესებდა კონკრეტულად, თქვათ რა აწუხებთ, ხო? მომიტინგეებს, რატომ დგანან ისინი, რა არის ის თავარი მიზეზი, რის გამოც ისინი იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე. და თქვათ ამას დავამატებდი იმას, რომ მას მაგათაც რომ გაემხნევებინა, ვინმე ეთქვა, რომ მიდით ეხლა თქვათ, აი, მონაწილეობა მიიღეთ ხელისუფლების დამხობაში და საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად შეიცვალოს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ, მაშინ ვიტყოდით, რომ კი ბატონო, ის ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და მაშინ ვიტყვით, რომ თქვათ ის არღვევს როგორც ზნეობრივ, ასევე სამართლებრივ კანონებს, რადგანაც ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და მის დიპლომატის კომპეტენციას არ მიეკუთვნება მიუხედავად მისი იმუნიტეტისა, არ მიეკუთვნება თქვათ საკითხი, რომელიც ეხება. კი ბატონო, აი თქვენ ბრძანებთ ეხლა რომ მას არ დაურღვევია ეს ვენის კონვენცია, უფრო პირიქით მოხდაო. მაშინ საინტერესოა აი რა განაცხადია ქვეყნის საგარეო საქმეთა უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება, რა ტიპის სანქცია ეს და აი ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან რა გზავნილია დღეს ეს სოფლიოსთვის? ნუ ძალიან ცუდი გზავნილია, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვაჩვენებთ აღნიშნული თქვათ ესე იგი ქმედებით, რომ მაინც და მაინც არცერთ პატრის თქვათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ევროკავშირის მთლიანობაში დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს, მაგრამ მithom ახლა თქვათ აი საბაბი იყო ამ ყველაფრის რა რომ ნუ თქვათ თუ კანონს არღვევს საქართველოს მოქალაქე, ოდესაც ის კეტავს გზას, ნუ ამ შემთხვევაში თუ ის ჯარიმდება, მაშინ უნდა დაჯარიმდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეც, ხო, იმიტომ რომ თქვათ თითქოს კანონი ყველას ეხება, როგორც ასეთი, ხო? აი ესეთი, მაგრამ ეს არის ასე თქვათ მithom ესე იგი საბაბი, ხო, დაჯარიმების, მაგრამ მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ ნუ თქვათ საქართველოს 14 ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააფიქსირებს დღევანდელი ჩვენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციას და თქვათ ხარს დაუჭერს მაგათად იქ ოპოზიციურ ძალებს სიტყვაზე და ასე შემდეგ და ამ შემდეგ, ხო? გარდა ამისა, ხა ძალიან საინტერესო კიდევ ერთი ეს ზნეობრივი ფაქტორებზე, როდესაც საუბრობთ, ხო, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თქვათ, მან გაუქმა შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაგრამ წერილში კარგად ჩანს და თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავეცნოთ წერილის შინაარს, სადაც აღნიშნულია, რომ სწორედ რომ ესე იგი ქალბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შემთხვევაში აუქმებს შეხვედრას, ესე იგი თქვათ გრაფიკის ცვლილება დასახელდა. წერილში აღნიშნული ნათლად. კი ბატონო. ბატონიკა. ბატონო? აი ხო, გრაფიკის ცვლილება იყო დასახელებული, ხო, ოფიციალურ მიზეზად. ასეთი რამ მინდა კითხოთ. კი, მაგას ვიძახ, ხო? არა, ხო, მეც მაგას ვადასტურებ, დიახ, გრაფიკის ცვლილება, მაგრამ მე ვიძახი, რომ მან გაუქმა, ხო? თორე ის მიზეზი სხვა, მაგრამ ხო მან გაუქმა ფინეთის საგარეო საქმეთა წერილში ესე ჩანს, ხო, სწორია და კი ბატონო, ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოისმინა საზოგადოება მომხდართან დაკავშირებით. ბატონიკა, ის რომ აი ევროპელ პოლიტიკოსებს წყაროს უნდა ეყნობოდეს და ცხადია. აი ევროპელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს ქართულ ოცნებაში ხშირად რომ აკრიტიკებენ, ეს ახალი არცი არ არის პრინციპში და ჩვენ ამჯერად ქალბატონი ვალტონენის მისამართით მოვისმინეთ, რომ ის მას უწოდეს უცხოეთის აგენტი, თქვენს რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება ჰქონდა დავალებული. აი რა სიტყვით ხელისუფლების ამ პოლიტიკაზე ხომ არ იწევს ეს ქვეყნის იზოლაციას ევროპული დემოკრატიული სივრცისგან, იმ სივრცისგან, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით და აი პერსპექტივაში რას მოუტანს ეს საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის კონტექსტში?
ნუ კარგს არაფერს არ მოუტანს ქვეყანას, იმიტომ რომ ნამდვილად ამ შემთხვევაში საქართველოს ცილდება დემოკრატიულ საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს, როგორც იდეოლოგიური თვალსაზრისით, ასევე თქვათ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ეს დამატებით პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას, ხო? სხვადასხვა არც თქვათ ესე დიპლომატიურ, სერიოზულ დიპლომატიურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ იწვევენ, ესეც კარგად ვიცით ჩვენ, ხო, აი მაგალითად ეგვიპტეში გამართულ შეხვედრას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის პრობლემას უკავშირდებოდა, თქვათ მოიწვიეს სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, მაგრამ არ მოიწვიეს საქართველოს არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, ესე იგი და ესეც ნათელი მაგალითია იმისა, რომ თქვათ აქ უკვე საქართველოს ხელისუფლებას არცემენ პატივს, მაგრამ საერთო ჯამში თქვათ სარალდება ქართული სახელმწიფო პირველ რიგში, ხო? საშუალოადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მეტად ნეგატიურად აისახება საქართველოს შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტზე, ხო? როგორც ასეთი, ხო? მე არ მინდა მაგალითად, რა ვიცი, ხა რაღაც ცუდი ვიფიქრო, მაგრამ ვიღაცეები შეიძლება ევროპულ პოლიტიკურ წრეებში მასაც ლაპარაკობენ. თუ საქართველოს ეგეთი ხელისუფლება ყავს, რომელიც ფინანსის საგარეო საქმეთა მინისტრს ანუ სტუმარს 5,000 ლარით აჯარიმებს, ნუ თქვათ რატომ არის თქვათ ესეთ ხელისუფლება მისაღები საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, ხო? რატომ შეიძლება იყოს თქვათ მისაღები? ანუ პრობლემა ხო არ არის თვითონ ქართულ საზოგადოებაში. ხა და მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ლათინური გამოთქმა ესეთი, რომ ესე თქვათ თავარი ცოდნა, ესე მიზეზთა ცოდნა. ამიტომაც უნდა გამოვარკვიოთ ამ შემთხვევაში, რატომ არის მისაღები საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის და მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მოით ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ როდესაც თქვათ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას 2008 წელს, ანუ რუსეთი კი არა ოკუპანტი, ანუ საქართველოს ბრალი ყოფილა ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში, რომ თქვათ ანწუხელიძე ვიღაცის PR შეეწირა, თქვათ, ხო? და ან ყველა პოლიტიკური პარტია უნდა აიგზალოს, ეს ხდებოდა ბოლშევიკურ რუსეთში და ნაცისტურ გერმანიაში ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, ხო, როგორც ასეთი. კი ბატონო ნიკა, კი ბატონო, აი ამ ფონზე რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა და რასაც ჩვენი საზოგადოება ისმენს, მნიშვნელოვანია ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ინარჩუნებს გაცხადებულ მიზანს შევიდეთ ევროკავშირში. მაგრამ იქვე იმედს გამოთქვამს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი კატასტროფულ პრობლემებს დაძლევსო. გამოდის, რომ ისევ იქეთ უყენებთ ჩვენ პრეტენზიებს და ჩვენს პირობებს ვაყენებთ იმ სივრცის მიმართ, რომელშიც გვინდა გაწევრიანება. აი რა გამოვა ამ პროცესისგან? ნუ ისევ და ისევ თქვათ, რა თქმა უნდა, დადებითად პროცესები ვერ განვითარდება და ესეთი კითხვა ისმის, ხო, თუ ეხა ევროპა ეგეთი გარყვნილია და სურს რაღაცა ქართველობა წაგვართვას, სარწმუნოება წაგვართვას, ენა მამული და სარწმუნოება წაგვართვას და თუ თქვათ იქ რა ვიცი ევროპა ასოცირდება იქ ეცკესიანთა ქორწინებასთან და ამავდროულად ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მაშინ იმ ევროპაში რა გვინდა, ხო? და თითქოს ეხა თქვათ მეორე მხრივ ჩვენი მიზანი ისევ არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თქვათ მზად ვიქნებით, ხო, აცხადებენ, ხო? თუ თქვათ ეგეთი გარყვნილი არის ევროპა, მაშინ რა გვინდა იმ ევროპაში, ხო? ისტორია, ხო და ანუ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ეს დაახლოებით 2008 წელს, ესე იგი, სააკაშვილი დამნაშავეა თურმე, ხო? და დამნაშავული მიუძღვის და ნაცბოძრაობას და კობახიძემ რო განაცხადა. რო კითხეს მაშინ და რა შეეხება ჯარს, ესე იგი, ჯარის დამნაშავე ყოფილა. არა, ჯარიო იცავდაო ქვეყანასო, ხო? ესე იგი, აი როგორ გამოდის, ხო, ეხლა თუ ჯარი ქვეყანას იცავდა, მაშინ თავარსარდალი, მაშინ მოღალატე რატო იყო? ანუ ქვეყნის უმაღლესი თავარსარდალი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა იმ ჯარს, ხო, რომელიც ესე იგი თავდაცვით პოლიტიკას ახორციელებს. ანუ ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, მაგრამ ეს გაკეთებულია, თქვათ, იმ ხალხის მიმართულებით, ვისაც მართლა ჯერა რომ ევროპა ყნის, ან აწყობს, რომ თქვათ ეგრე იყოს, იმიტომ რომ თქვათ თავისი რაღაც პოზიციები ფინანსური და არა მარტო თქვათ ფინანსური, თქვათ გაიმყაროს. ამაზე აქ არის ამაზე არის ყველაფერი აგებული და ქართული ოცნება მუშაობს იმაზე, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ ყველაფერი აზარალებს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ოცნების ხარდამჭერებს, ხო? მათ შორის, იმიტომ რომ თუ ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა, ყველა მოვექცევით იზოლაციაში. ლარის კურსი თუ გაუფასურდა და თუ თქვათ გაძვირდა პროდუქტები, ყველას გაუზვირდება. ეხლა ცალკე ქართული ოცნების მომხრეს არ გაუზვირდება და თქვათ მოწინააღმდეგეს გაუზვირდება, ეგრე არა, ხო? ყველას გაუზვირდება და ყველას შეექმნება პრობლემა. კრიმინალი ციხიდან რო გამოვა, ხო? ის შესაძლებელია ღმერთმა დაიფაროს და რა ვიცი, რაღაც მოხდეს დამნაშავული, იქ დამნაშავე ხო არ არჩევს, ვინ არის ქართული ოცნების მომხრე, ვინ არის ოპოზიციის მომხრე, ვინ არის პოლიტიკურად ნეიტრალური.
კი ბატონო, ევროკავშირში თუ შევდივართ ყველანი ერთად, თუ რისკების და გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ყველას გვეხება ეს. ბატონო ნიკა, მადლობას გიხდით. მადლობა რომ დაგვითვლით დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დაგემშვიდობებით, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ახლა შეგვიძლია საუბარი განვაგრძოთ ლია მუხაშავრიასთან, უფლებადამცველი, ჩავკვირდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონ ლიას სტრასბურგის სასამართლო საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მივესალმებით ჩვენ სტუმარს. ქალბატონო ლია, მადლობას გიხდით, რომ უპასუხებთ ჩვენ შეკითხვებს და მეც სიცხადეს შემოიტანთ. მოკლედ, ყველა საკითხთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რაც არის დღეს აქტუალური, მაგრამ მოდით დავიწყოთ მთავარით. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე ევროსასამართლოში როცა გასაჩივრდება, ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტს შექმნისო. გვითხარით უფრო მეტი ამ მიმართულებით, თუ შეიძლება, რითი იქნება ეს საქმე პრეცედენტული ევროსასამართლოსთვის და აი პერსპექტივაში როგორ ხედავთ ამ საქმის გამოძიებას ევროპულ დონეზე. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. ხო, რამდენიმე დღის წინ იყო ამ საკითხზე საუბარი ჩემთან და კი ბატონო, სიამოვნებით განვავრცობ დღესაც, იმიტომ რომ იცით რა, ის დანაშაულის პროვოცირება და დანაშაულის პროვოკაცია მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი გახლავთ, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში და ჩვენ სასამართლო პრაქტიკაში საკმარისად კარგად, ასე ვთქვათ, გაანალიზებული და განხილული არ გახლავთ. და მე მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბრის ასე ვთქვათ, დაკავებები და ადამიანების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ბრალდებების წაყენების პროცესი უშუალოდ უკავშირდება დანაშაულის პროვოკაციას და ჩვენი კანონმდებლობით აშკარად ცალსახად განსაზღვრულია, რომ დანაშაულის პროვოკაცია არ არის დანაშაული, ანუ დანაშაული არ მოხდებოდა თუ მას ვინმე ხელს არ შეუწყობდა პროვოცირების, გარკვეული ბიძგის და გარკვეული ხელშეწყობის გზით. ანუ დამნაშავე არ ჩაიდენდა დანაშაულს თუ რაღაცა მოქმედება არ მოხდებოდა სავარაუდო ან ფიქტიური დაზარალებულის მხრიდან. და ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ღობესთან დაკავშირებით, როდესაც საგამოძიებლო ჟურნალისტიკის მასალებიდან ცხადად გამოიკვეთა, რომ ეს ღობე იყო დაზიანებული, გადაჭრილი, ანუ ლითონის ესეთი ერთი შეხებით თუ რამდენიმე შეხებით ასე გადაქცევა და ეზოში ძალიან თავისუფლად შესვლა იყო პროვოცირებული, შესაბამისად ეს შეჭრის ეპიზოდი, რომელსაც ეხლა საბრალდებო, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციით ძალიან მძიმე და სერიოზული სახელმწიფოებრივი დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს პროკურატურა, ხო? უნდა ჩაითვალოს პროვოკაცია. თუმცა რა თქმა უნდა, ვიგულისხმებთ იმ გარემოებას და გავითვალისწინებთ თუ ვის მიერ შეიძლებოდა ეს პროვოკაცია ყოფილიყო დაგეგმილი, განხორციელებული და ეხლა ვინ ახორციელებს გამოძიებას და შემდგომ სავარაუდოდ სასამართლოში როგორ მოხდება ამ საქმეთა განხილვა, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ დანაშაულის პროვოკაცია იქნება აღქმული სწორად, შეფასებული სამართლებრივად და ეგრეთ წოდებული დამნაშავეები და დაკავებული პირები გამართლდებიან როგორც პროვოკაციის. კი ბატონო, უნდა აღინიშნოს ისიც ალბათ ქალბატონ ლია, რომ თავარია ჯერ დამტკიცდეს, ხო? სასამართლოს დონეზე დამტკიცდეს, ნამდვილად იყო თუ არა პროვოცირებული, აი ეს რკინებზე რასაც ვსაუბრობთ, საგამოძიებო ჟურნალისტიკა გასაგებია ერთია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით საქმის ძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მთავარია სასამართლო რა სიტყვის, ხომ ასეა? და ამის შემდეგ შეიძლება უკვე ვიმსჯელოთ რა როგორ შეიძლება განვითარდეს ეს საქმე. თქვენი ჟურნალისტები რამდენად დამტკიცებადია სასამართლოს დონეზე, როგორც გამოცდილ ადამიანს გეკითხებით მოკლედ ამას. ჩვენ სასამართლოში იმის გათვალისწინებით თუ როგორი მოსამართლეები ყავს სასამართლოში და როგორ ხდება მათ მიერ საქმეთა განხილვა, რა თქმა უნდა დიდი პერსპექტივა ამას არ აქვს, მაგრამ თქვენი ჟურნალისტების და მედიის საყურადღებოდ უნდა ვთქვა შემდეგი, რომ ევროპულ სასამართლოში და საერთოდ ყველა ნორმალურ როგორც ასე ვამბობთ, მართლმსაჯულების სისტემაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის და მედიის მასალებს აქვს უტყუარობის პრეზუმპცია. ანუ იგულისხმება, რომ ის მასალა,
რომელიც გამოქვეყნდა მედიაში, დამატებით მტკიცებას აღარ საჭიროებს დაცვის მხრიდან ან ადვოკატების მიერ და ის უნდა იყოს მიღებული როგორც დადგენილი მტკიცებულებები. ასეთია ყოველ შემთხვევაში პრაქტიკა ევროსასამართლოში. აი, როდესაც მე დიდი ხნის წინ ვაგზავნიდი ხოლმე მასალებს ჟურნალისტური გამოძიების, მე იქ მითხრეს, რომ თქვენ ამაზე დროს ვარ დაკარგავთ, იმიტომ რომ ჩვენი მედია დეპარტამენტი ყველა მასალას, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება ამ კონკრეტულ საქმეს, თავად მოიძიებს და თავად აწვდის სასამართლოს და ის დაერთვება საქმის მასალებს და მტკიცებულებების სახით არის საქმეში წარმოდგენილი. ამიტომ ყველა ის მედია მასალა, რომელიც ამ დღეებში გავიდა ან მომავალში იქნება ჟურნალისტების მიერ გამოძიებული და წარდგენილი, მე მინდა მოუწოდო ადვოკატებს, რომ პირდაპირ გამოიყენონ როგორც მტკიცებულებები, იმიტომ რომ გამოძიებას შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა ან არ დანიშნოს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ოფიციალური სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება გვაქვს ქვეყანაში, რომელიც მონოპოლისტია, მისი დასკვნა შეიძლება იყოს ობიექტური ან მიკერძოებული და არაობიექტური, ხო? ამას ვერ გამოვრიცხავთ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით ძალიან მნიშვნელოვან საქმესთან. ამიტომ მგონია, რომ ეს მასალები ადვოკატებმა უნდა გამოიყენონ. მე დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს ამ საქმეზე მომუშავე ადვოკატების ინტერვიუებს ტელევიზიით, პირადი ურთიერთობა საქმიანი და პროფესიული მათთან არა მაქვს, მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით და მოუწოდებ მათ, რომ მათ ყველა მასალა, რომელიც მედიაში გავიდა, წარუდგინონ გამოძიებას შესაბამისი შუამდგომლობით და მოითხოვონ იმ რომელიც ამ მტკიცებულებებს საქმეზე დაამაგრებს, როგორც უთხოვარ მტკიცებულებებს. კი ბატონო, და საფუძველი ყველაფრის ამის იყო საზოგადოებრივი პროტესტი, ხო? ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც უკვე მიღებულია. ამ მიმართულებითაც მინდა გკითხოთ თქვენი მოსაზრება. აქციაზე სახის ნიღბი დაფარვის და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს და გადის საქმიდან ფინანსური სანქციები. ამაზე მინდა გკითხოთ, ჩვენ ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების, პოლიტიკოსების მათ შორის, რომ ამბობენ, რომ ეს ჭირდება ხელისუფლებას იმისთვის, რომ ჩაახშოს ეს აქციები, პროტესტის სულისკვეთება ვერ გააქრეს და სწორედ ამიტომაც მკაცრდება კანონები. როგორ ფიქრობთ, საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება არის ის ფაქტორი, რაც კრიტიკულად საპროტესტო განწყობის მქონე ადამიანებს აიძულებს დარჩნენ შინ? ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე შეფასდა და მე ვემხრობდი ამ შეფასებას, რომ არის დრაკონული ცვლილებები, დრაკონული საკანონმდებლო ინიციატივები და ცალსახად გამოხატავს ხელისუფლების შიშს, რადაც უნდა დაუჯდეს და მონდომებულია, რომ ადამიანებს ყველანაირად შეუზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები. ესე იგი, როცა ფანტასტიკური ზღვარგადასული რაოდენობის ჯარიმებმა 5,000 ლარიანმა ჯარიმებმა, რომელიც ზოგიერთი პროტესტის მონაწილის შემთხვევაში 100,000-ობით ლარს აღწევს, შედეგი ვერ გამოიღო. ის რაც მოხდა 5 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის შემდეგ მოელოდნენ, რომ აი დაჭერების და აი ამ ძალიან მძიმე დანაშაულების მუხლებით საქმეების აღძვრის გამო საპროტესტო ნაკადი შეჩერდებოდა ან შემცირდებოდა მნიშვნელოვნად, ეს არ მოხდა. ეხლა ისინი გადავიდნენ პირდაპირ ტერორის გზაზე, საკანონმდებლო ტერორის გზაზე, რომელიც რა თქმა უნდა პირდაპირ ცდილობს და არის მიმართული იქითკენ, რომ ფუნდამენტური თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ჩაახშოს. ეს არ გამოვა იმის გათვალისწინებით, თუ რას ვუყურებთ ჩვენ უკვე 320 დღეა თუ არ ვცდები, როდესაც რუსთაველზე გამოდის ხალხი, იკეტება რუსთაველი და ეს მანიფესტაციები არ წყდება, მანიფესტანტები არ იღლებიან მიუხედავად
ვითარებისა, მიუხედავად სახელმწიფოს ღონისძიებებისა. ამას წამოეწია ასევე ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ამ დღეებში, სწორედ ეგრეთ წოდებულ ფარასა და გრანტების კანონთან დაკავშირებით და რომელიც ცალსახად შეაფასა როგორც ანტიდემოკრატიული და რეკომენდაცია გასცა, რომ ისინი არის გასაუქმებელი. ანუ ეს არის შეშინებული, დამრთხალი და ხელისუფლებაზე აი მთელი ძალით ჩაჭიდებული პოლიტიკური ჯგუფის მცდელობა, როგორმე ჩაახშოს მანიფესტაცია და ის რაც დღეს მოხდა, როდესაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე დააჯარიმეს იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე გავიდა, ეს არის ამისი, მე მგონი, დაგვირგვინება, იმიტომ რომ ევროპელისთვის, განსაკუთრებით ევროპელი პოლიტიკოსისთვის ცოტა არ იყოს დაუჯერებელია, რომ იმ ასე ვთქვათ, სრულიად ჩვეულებრივი ქმედებისთვის, როგორიც არის რუსთაველზე გასვლა და იქ გამოლაპარაკება აქციის მონაწილეებთან შეიძლება დაჯარიმების საბაბი გახდეს, ეს სრულიად დაუჯერებელი ფაქტია. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შემთხვევა იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად უკანონო და თავგასულია ხელისუფლების ქმედებები აი ამ ფუნდამენტური თავისუფლების მიმართ. რაც მთავარია, ჩვენ გვყავს უკვე ახალგაზრდობა და საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც როგორც აი ბოთლიდან გამოშვებულმა ჯინმა უკვე იგრძნო ამ ფუნდამენტური თავისუფლებების ფასი და გემო და ამ ჯინს ბოთლში უკვე ვეღარავინ ვერ შეაბრუნებს, რაც უნდა დრაკონული კანონები იქნას მიღებული. მადლობა ქალბატონ ლია. მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა დაგემშვიდობებით. უსმენდით ლია მუხაშავრიას, უფლებადამცველს და გადაცემის დასკვნით ბლოგში წარმოგიდგენთ რამაზ საყვარელიძეს, პოლიტოლოგი, შემოგვიერთდა უკვე პირდაპირ ეთერში. ბატონ რამაზ თუ ესმის ჩემი ხმა, მე მივესალმები მას. ბატონ რამაზ, მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და დაგვეხმარებით გარკვეულწილად პოლიტიკური პროცესების და არა მარტო გაანალიზებაში. ბატონ რამაზ, თუ შეიძლება ასეთი კითხვით დავიწყებ თქვენთან, აი ქართულ ოცნებას კრიტიკოსები ხშირად ამხელენ პრორუსული პოლიტიკის გატარებაში და აქ მაგალითისთვის სახელდება კანონშემოქმედებითი პროცესი, როდესაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება არ ხდება. ასევე ასახელებენ მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი მოწოდების უგულებელყოფას და სხვას. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესებს, როგორია დღეს ქართული ოცნების პოლიტიკის კურსი? დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა, რომ ლიას ხმა გამაგონეთ, საუკუნე არ მენახია და ძალიან მენატრება. და დიდი მადლობა, რომ ეგ კითხვა დასვით. თავისთავად კითხვა არის ისეთი, რომელსაც პასუხი ჭირდება და ეტყობა პასუხი შესაბამისად ხშირი და დამაჯერებელი პასუხი ეტყობა ნაკლებად არის. მე შეიძლება მანებივრებს ჩემი პროფესია ფსიქოლოგია. დიახ. კერძოდ როგორც ფსიქოლოგმა ვიცი, რომ ერთ-ერთი პიონერი ამ იდეოლოგიის, ტექნოლოგიის უფრო ზუსტად, რითაც დღეს მუშაობს ლამის ნახევარი მსოფლიო, ხავერდოვანი რევოლუციების ტექნოლოგიის არის შარპი, ამერიკელი პოლიტოლოგი. მერე მისი მოწაფე იყო აკერმანი. დიახ. 198 პუნქტამდე არის შარპის რეკომენდაციები გაწერილი. ამ რეკომენდაციებში არის, რომ არასამთავრობოები უნდა ჩაერთოს, მონოპოლიზაცია მედია საშუალებების უნდა მოხდეს აი ამ იდეოლოგიის ქვეშ, რომ ხელისუფლება შესაძლებელია, რომ უნდა ჩამოიშალოს მთავრობა, რომ უცხოეთში უნდა შეიქმნას კლიმატი საიმისო, რომ მთავრობა შესაძლებელია და ასე შემდეგ. არის ინტერნეტში 198 პუნქტი და სულ
მაგის თხოვნაში ვარ, რომ გამოაქვეყნეთ, რომ არ იყოს ჩემი სალაპარაკო, შეიძლება შემეშალოს რამ. დიახ. არ აქვეყნებ. ხო და ისე რომ ეს არის სცენარი, ეს არის რეცეპტი, აი კულინარიის რეცეპტი ხო არის და წხვება ნამცხვარი ამ რეცეპტის მიხედვით. აი ასეთი პოლიტიკური ნამცხვარი არის ხავერდოვანი რევოლუცია. გაკეთებული ჯერ შარპის და მერე მისი მოწაფეების რეცეპტების მიხედვით. ერთ-ერთი პირველი ნაჭერი ამ ნამცხვარისა ვიგებთ ჩვენ იყო ვარდების რევოლუცია. სიტყვასიტყვით იყო შესრულებული რეკომენდაციები და გახსოვთ მედია საშუალებებიდან მაშინ რუსთავი 2 იყო, ვინც აიღო ხელისუფლება დარბოდა ელჩი ამერიკის და იძახდა რომ შევარდნაძე გადააგდეთ, თორე არაფერი გამოგივათო და მინისტრებმა ფაქტიურად ზურგი შეაქციეს შევარდნაძეს და ასე შემდეგ. ანუ იქ ეს რეკომენდაციები განხორციელდა წარმატებით და მართლაც მერე სოროსმა, ჯორჯ სოროსმა, აი იმ სოროსმა, რომელსაც ახლა ტრამპი ჯოხით იმ ქვეყნას და ამ ქვეყნას მისულს დასდევს, აი იმ სოროსმა გამოაცხადა ექსპერიმენტი გამოგვივიდაო, იმიტომ რომ ის მონაწილეობდა ამ ცვლილებებში. ანუ სოროსი იყო ამ ხავერდოვანი რევოლუციების ერთ-ერთი დამფინანსებელი თუ ორგანიზატორი. ხავერდოვანი რევოლუციები მერე მოხდა არაბეთის ქვეყნებში, არაბეთის გაზაფხული რასაც დაერქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ამ ფონზე როცა ეს და უკრაინაც ამ ანგარიშია. ამ ფონზე როცა ეს ვიცი, როცა ნანახი მაქვს ჩემი თვალით, ისე როგორც ბევრ ჩვენგანს, ხავერდოვანი რევოლუცია საქართველოში. როცა ვიცით მისი შედეგი, რომ 9 წელიწადი და ხო და რა ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, თანაავტორი ოღონდ იქვე იყო რუსეთი. გახსოვთ, რომ ივანოვი და ბუში ხელშეკიდებული იყვნენ ამ საქმეში. რახან ერთ-ერთი ავტორი იყო ამერიკა 9 წლის განმავლობაში და ამერიკამ უწოდა მას სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა. ეს ეპითეტი უკვე ნიშნავდა, რომ სააკაშვილის დიახ, ბატონო, აი პარალელს თუ გავაკეთებთ დღესაც აი ამ 9 წლის შემდეგ დიახ, აი თუ გესმით ჩემი ხმა ბატონო. ფრაზას გაგიგრძელებ. კი ბატონო, ბრძანეთ და შეგეკითხებით მე. ამ 9 წლის სიჩუმის მერე ეხლა რომ ასეთი განწარებული მძაფრი კრიტიკაა ადამიანის უფლებებზე თან, ეგ არა ჩვენს იმის ეჭვს, რომ ესე იგი რაღაც სხვა ხდება და რეალურად ადამიანის უფლებები საბაბია და არა მიზეზი. ბატონო რამაზ, აი პარალელი რომ გავავლოთ, თქვენ ახლა ბრძანებდით, რომ ამერიკის და რუსეთის ერთობლივი მოქმედების შედეგი იყო ვარდების რევოლუციაო. ახლაც აი ამ სახელმწიფოს გადატრიალების საქმეშიც იკვეთება ამ ორი ფაქტორის როლი? კვალი ჩანს? მიჭირს თქმა, იმიტომ რომ სხვა შორის ბევრი რამ მერე გამოვლინდა. თუმცა იქვე ჩანდა რევოლუციის დროს. ეხლა აქ რევოლუცია ჯერ არ მომხდარა და იმედი ვიქონიოთ არ მოხდება, მაგრამ ინტერესების თვალსაზრისით რუსეთი არის დაინტერესებული იმაში, რომ იყოს დესტაბილიზაცია საქართველოში. თუ საქართველოში იქნება დესტაბილიზაცია, ჩინეთი ვერ შემოვა საქართველოს გავლით, ვერ გაიტანს საქონელს ევროპისკენ. და რაც რუსეთისთვის ხელსაყრელია იმ მხრივ, რომ მას ჩინეთის შემოსვლა არ აწყობს. ჩინეთი ციმბირში იყო რუსეთთან ახლო-მახლო და 3 მილიონი კაცი შეუშვა
ციმბირში. ოღონდ რუსეთი ვერ უბედავს ვერაფრის თქმას. ბატონო, ამას რას ფიქრობთ ამ პროცესებში? ამჯერად რომ ყოფილიყო რუსული აგენტურა ჩართული საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, ამაზე ინფორმაცია არ ექნებოდათ? თუ კი მაგალითად ეს მათი რუსეთის ინტერესზე აგებული სცენარიც იყო, სერიოზული პასუხი, მით უმეტეს თქვენ დროში არ გცალიათ. არ ვიცი იქნებოდა თუ არა, მაგრამ ის რაც სტრასბურგში მოხდა, როცა რუსეთს მილიონების კომპენსაცია დაავალა სტრასბურგმა. ეს სტრასბურგის ინიციატივით ხო არ იყო სარჩელი შეტანილი? სარჩელი შეიტანა საქართველო. ესე იგი, პრორუსმა წარმოიდგინეთ რა ესეთი ჭკვიანური მოდელი გამოდის, რომ პრორუსმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში შეიტანა სარჩელი. ხო არ გეღიმებათ მაინც თუ არ გეცინებათ? წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი ამას უსვამთ ხაზს. იდიოტობა რო გამოდის, ხვდებით? ბატონო, ამას ასეთი კითხვაც მინდა დაგისვათ. აი საზოგადოებრივ პროტესტზე რა სიტყვით გასაგებია აქ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის ინტერესები, რასაც თქვენ ახლა საუბრობთ, რა ანალიზსაც გვთავაზობთ, მაგრამ მაგალითად პრემიერ-მინისტრმა ბრძანა ასეთი რამ, რომ არანაირი საზოგადოებრივი პროტესტი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, იზიარებთ ამ შეფასებას და თუ ეს ასეა, მაშინ ვინ არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იკრიბებიან პროტესტის გამოსახატავად? ნუ ეხლა მე ვეცადე რომ მიმენიშნებინა თუ კი ხავერდოვანი რევოლუციის დროს ვარდების რევოლუციას გულისხმობ. დიახ. და ფული ეძლეოდათ პროტესტში ადამიანებს, ვიცით ხო? დღეს გამოვრიცხავთ ამას, რომ შეიძლება პროტესტანტები ვიღაცის ინტერესით მოქმედებდნენ? მაგრამ ამდენად დამტკიცებადია ეს, ბატონო რამაზ, ამის მტკიცებულებებია ხომ საჭირო? საწინააღმდეგო პროტესტი ხო იყო? ეხლა გამორიცხულია, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის ამერიკის ლიბერალური პარტიის ინტერესით იყოს პროტესტი საქართველოს ქუჩებში. მაშინ როცა ანალოგიურ პროტესტზე ლაპარაკობენ ევროპის ქვეყნებში, ლაპარაკობენ რომ რუმინეთის არჩევნები შედეგი შეიცვალა ევროპული ელიტის გავლენით. უამრავი ინფორმაცია მოდის ასეთ პოლიტიკურ გავლენებზე და საქართველოში ჟურნალისტები ისე კითხვებს სვამენ, თითქოს მსოფლიო პრესა არ არსებობდეს. აი ეგ ფენომენი ამიხსენით თუ შეიძლება. ბატონ რამაზ, კიდევ ერთ კითხვას მოვასწრებთ თქვენის ნებართვით, აი პარტიების აკრძალვა და პარტიებთან დაკავშირებული ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. რა აზრის ბრძანდებით ამასთან დაკავშირებით? ჩვენ არგუმენტები მოვისმინეთ, პოლიტიკური ველიუ და გაჯანსაღდეს. კვალიფიკაცია შევცვალოთ თუ შეიძლება. დიახ, გისმენთ. პარტიების აკრძალვა და პირების აკრძალვა თუ მათ დანაშაულთან აქვთ კავშირი. კი ბატონო, ანტიკონსტიტუციურად რომელი პარტიაც გამოცხადდება, კი ბატონო, ანტიკონსტიტუციურად რომელი პარტიაც გამოცხადდება, მისი წევრი ან მასთან კავშირში მყოფი ადამიანებისთვის გარკვეული პოლიტიკური შეზღუდვა, პოლიტიკურ საქმიანობაში შეზღუდვები წესდება. რომელი პარტია გამოცხადდება ანტიკონსტიტუციურად? ჯერ არ ვიცით ბატონო რამაზ. ჯერ არ ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლოზეა ჯერი, ამას ერთად გავიგებთ. მე მინდოდა მეკითხა ასეთი რამ. აი ეს აკრძალვის პროცედურაზე რას ფიქრობთ? როდესაც ქვეყანაში გვაქვს ამბიცია, რომ დემოკრატიული პროცესები უნდა გავაძლიეროთ? ნუ მისვამთ კითხვას ისე. დიახ. მაპატიეთ, ნუ მისვამთ კითხვას ისე, რომ გინდათ რომ მაიძულოთ გადამიყვანოთ თქვენ სენატზე. ვერ გაიძულებთ ნამდვილად და არც არა, ნამდვილად ვერც გაიძულებთ და არც ამის ინტერესი მაქვს. მაშინ მომისმენთ. კი ბატონო, მაშინ ცოტა ხანს მოისმენთ. დიახ, გისმენთ. ლაპარაკი არის იმაზე, რომ თუ პარტიას ამ პარტიის წევრებს აქვს დანაშაული
ჩადენილი კი ბატონო. ის აიგრძალოს. დიახ. გაუგებარი ვარიანტია? არა, ეს მოვისმინეთ და ასეთი არაერთი პარტია იქნება, დაახლოებით 10-ო გვითხრეს. რატო? მაშინ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში პარტიები დამნაშაულთან წილნაყარი ხალხია? არა, მე არ ვამბობ ამას. თქვენი ანალიზი მინდა შევთავაზო მოსახლეობას, მაყურებელს, აუდიტორიას. ხო და მე არ მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა პარტია დამნაშაულის ეს არის მოწილია და ვიზედაც არის ლაპარაკი ნაციონალურ მოძრაობაზე. იმის თაობაზე მე ჩემდა თავად მოწმე ვარ ნაციონალური მოძრაობის პერიოდის. კი ბატონო. საერთოდ სააკაშვილის მრჩეველი ვიყავი ჩვენ შედარჩეს. ხო? დიახ. და ვიცი დაახლოებით რა ხდებოდა მაშინ. ხო და თან აი ახლა კომისიამ მაგიტო ამოწია ეს ფაქტები, რომ დანაშაულთან ქონდა თუ არა ამ პარტიას კავშირი. ამაზეა ლაპარაკი და ამ კონკრეტულ პარტიაზე ჯერჯერობით ლაპარაკი. სწორედ იმიტომ, რომ დანაშაულთან აქვს კავშირი. თქვენ თუ სიტყვა დანაშაულს ამოაგდებთ, ეს და მარტო პარტიების შეზღუდვას და აკრძალვას დატოვებთ ფორმულირებად, მაშინ რა თქმა უნდა გამოვა, რომ ერთი პარტია დასდევს სხვა დანარჩენებს. რეალურად არის დანაშაულის შეზღუდვაზე ლაპარაკი და არა პარტიული ფუნქციონირების შეზღუდვაზე, არა მიტინგების შეზღუდვაზე და ასე შემდეგ. ეს სიტყვა დანაშაულს სპეციალურად ვიღებთ ხოლმე კონტექსტიდან, როცა პარტიული ტენდენციურობა აქვს ვინც ამ საკითხებს განიხილავს. მესმის აბსოლუტურად. ბატონო ხარ და ამიტომ დანაშაული დატოვეთ მაგ კონტექსტში. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ანტიკონსტიტუციურად ვერ გამოცხადდება პარტია, რომელსაც დანაშაულებრივი საქმიანობა არ დაუმტკიცდება. ძალიან ლოგიკურია. მადლობა თქვენ ამ განმარტებებისთვის. ხო, კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა რომ მოგვეცით საშუალება თქვენი ანალიზით ჩვენი მაყურებლისთვის მიგვეწოდებინა. დაგემშვიდობებით, ჩვენ უსმენდით რამაზ საყვარელიძეს, პოლიტოლოგი, თავის ანალიზს გვიზიარებდა. ჩვენი გადაცემის დასკვნითი ბლოკი ბატონი რამაზ საყვარელიძე იყო სწორედ. ასეთი იყო ჩვენი მთავარი სათქმელი დღეს. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ეს 1 საათი ჩვენთან ერთად გაატარეთ. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით.